გრიმი იმდენად აუცილებელია, რომ ჯერ ერთი პროცესია, რიტუალია, რაღაცა ისეთი, რომ ზიხარ ერთ-ერთზე შენ სახესთან და შენ გმირთან მიდიხარ. რომ დაჯდები ხო იმ სკამთან, რომ ზიხარ, პიესა, როლი, სარკე და გრიმი. აი როგორ უნდა წავიდეს წკირი, სად უნდა წავიდეს, შეიძლება სულ რაღაცა ერთი რაღაცა გააკეთო და კარგია. ეგ არის. მეტი აღარ უნდა იმას. ოღონდ ეს არ უნდა იყოს გრიმი ცალკე, შენ ცალკე. ძალიან პატარა ვიყავი, სადღაც მეხუთე კლასში. ცეკვავდი, მაგ პერიოდში და თეატრში რაღაც სხვანაირი ის მქონდა. უფლება რა, მაშინ შემოსვლა, კულისებში შემოსვლა, შემეძლო, საგრიმიეროში შეჭყეტვა შემეძლო პატარას. ბებიას დავყავდი და აქ წარმომედგინა რაღაც სასწაულის სამყარო. ერთხელ კულისებში ანტრაქტზე ბიძა ჩემი თამაშობდა სპექტაკლს და მინდოდა ნახვა. აი ამ კულისში შემოვედი და გავიხდი და დავინახე მაშინ დეკორაცია, ეს უკანა ფარდა, კულისები და იქ იყო ორი მთვარე. ჩვენთვის მაყურებლისთვის ალბათ იყო მთვარე და იმისი აჩრდილი, მაგრამ მე რეალურად დავინახე დახურულ ფარდაში. თურმე ორი მთვარე ყოფილა, მე უყვებოდი ბავშვებს. ორი მთვარე ავიჩემე ეს ორი მთვარე, იმიტომ რომ თეატრში ვნახე და როგორ შეიძლება რომ ეს ასე არ ყოფილიყო. ახლა ჩემი ოჯახი სულ ყველა მღეროდა, სულ ყველა ხატავდა, ყველა იყო შემოქმედი. რა იყო, იცით, ჩემ ახალგაზრდობაში იყო ჯგუფები, გორის ჯგუფი, ოზურგეთის ჯგუფი, ახალციხის ჯგუფი. ჩემ დროს მე როცა ვაბარებდი, მაშინ ეს ჯგუფები არ იყო და მესამე ტურზე რო გავდიოდი, არც გამოგდება უნდოდათ ჩემი. და იქ უკვე ადგილი აღარ იყო. მაშინ იყო ეთერი გუგუშვილი, ეთერი ნიკოლაევნა რექტორი. და გიბარებსო თავისთან. ვიყავით 16 წლის. რო შევედი ეთერი გუგუშვილა ჯენ, შევედი სამზივარ და ახალციხის ჯგუფში გადადიო. იქ შეიძლება რომ ჩაგრიცხოთ და დავიწყე ტირილი. რა ახალციხის ჯგუფში ჩემთვის გორი არა თქო, სასტიკი ვარ თქვი და მე გორმა გააკეთა ჯგუფი. და всё რა, მივდივარ, უნდა ჩავაბარო, მაშინ კომუნისტები იყვნენ. მაშინ სეზონი ჩერდებოდა, იმიტომ რომ ყველა სპექტაკლში ვთამაშობდი. რაც ამათმა დადგეს და ძველებშიც და მაშინ რეპერტუარში იყო 18-20 სპექტაკლი. 38 სპექტაკლიდან 15-ში იქნები. გადაწყვიტეს, რომ მე არ უნდა წავიდე ინსტიტუტში და გორში უნდა ჩავაბარო, მაშინ პედაგოგიური იყო და ზუსტად იმ წელს გადაკეთდა ეკონომიურად. და მეთხარი რომ აი პედაგოგიური რო ყოფილიყო კიდე ხო თქოდა, ახლა ეკონომიურზე მე მეთქი და თან მე მათემატიკა მეთქი. მაგრამ მაშინ აღმოვაჩინე რომ მათემატიკის ცოდნა ძალიან საჭიროა თეატრში. შეგრძნება პარტნიორისა, ხაზი, აი აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა გადაკეტო, არ უნდა იმდენად ისეთია, იმდენად ადვილია თუ ამაში ოდნავ მაინც ხარ გარკვეული. სცენა ყველაფერია ალბათ. როცა იგებ აი ამ რაღაც იმებს, რა ქვია, საიდუმლოები, იმ ხარისხში აღარ არის, მაგრამ სპექტაკლი, აი განსაკუთრებით, ხო არ აქვს მნიშვნელობა პრემიერა თუ სპექტაკლი. მაინც ის განცდა, რომ მე ვიცი ამ ღიღინებ რაღაცა რომ დამიცდი. კი არა და ნერვი. ეს ხო სულ თან დაგძდებს. აი სადაც მიდიხარ. სულ გონებრივად სულ მუშაობ. როცა ხდება რომ მსახიობი და რეჟისორი ერთ ენაზე იწყებს საუბარს და განსაკუთრებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ამოცანას გაძლევს რეჟისორი. და თუ ამოცანა სწორად არის მოცემული მსახიობისთვის და მსახიობი უნდა მიხვდეს რას ეუბნება ხო რეჟისორი.
აუ, რა კარგია იცით. ღია შუშაბანდი დადგა მანანა კვირკველია. იმდენად საინტერესო იყო ეს პიესაც და მაშინ შამანაძე ახალი შემოსული იყო დრამატურგიაში და იქ იყო ამირანს თამაშობდი რა და იქ დედა მამა ნუ და ეს სპექტაკლი მიყვარს იმიტომ რომ მაშინ მომიწია ზინასთან თამაში კვერენჭხილაძესთან. აქ იყო ერქვა ტარაკანას მონოლოგი. ეს მონოლოგი იყო სასწაული. და მთელ გორს და მაყურებელს უყვარდა ეს ტარაკანაც და ეს მონოლოგიც. მენელი ოთახი იმით იყო საინტერესო, რომ ვიწყებდით მოხუცებით. მაშინ ვიყავი 17-18 წლის ალბათ. მერე იყო შუა ასაკი და მერე იყო უკვე სუმდეს ერთ საღამოს, ერთ პიესაში იყო 3 მომენტი ცხოვრების: მოხუცი, შუათაობა და ახალგაზრდა. იმდენად საინტერესო იყო. მე არ მახსოვს ეს ბნელი ოთახი ჩვენ ერთნაირად გვეთამაშა. მერე იყო ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს. ნუ საწვავი ძალიან მიყვარს სოსონემსაძის დადგმული, საწვავი იყო სასწაული. ბოლო დროინდელი როლი იყო დაუძახე ბროწეულო პურის თავთავ. აქ რა არის ორი მსახიობია. ფაქტიურად მონოსპექტაკლია. პირველი ნაწილი, სადაც ჩარლი გოგუაძე თამაშობს პირველ ნაწილს, მეორე ნაწილს ვთამაშობ მე. კაცრად მეთამაშები. შენი საქმე სწორედ ესაა. ეს ამაო ფიქრია, ეს ამაო ფიქრი, შენ ჩამიდე თავში. გახარ მარტო სცენაზე და წარმოიდგენ ამ ხელა დარბაზში მარტო ხარ სცენაზე. აი რა უნდა გააკეთო, რომ აბსოლუტურად მობილიზებული ყავდეს მაყურებელი და შენ თავი. იმდენად ხდება და ან იმდენად მოგწონს აი ეს ტიპაჟი. რომ არ ხდები უკვე იმის მანერებით იწყებ აზროვნებასაც გარკვეული პერიოდი. საქციელს ამართლებ. ამ როლ და ძალაუნებურად იცვლები, იმიტომ რომ სხვანაირად ხელი სხვანაირად, ფეხი სხვანაირად, დომა სხვანაირია, დგომა სხვანაირია, გახედვა ყველაფერი იცვლება. თუ იქ ხარ, ყოველთვის ვერ აღწევ ამას, არ შეიძლება. სრულყოფილება, ნუ შეუძლებელია. და ის სცენაზე განცდა, აი ეს როდესაც აი ეს არის და უკვე მიდიხარ აი იქ ამის განცდა თუ არის და თუ ეს მომენტი დაიჭირი, ამაზე დიდი ბედნიერება არ არის. აქ არ ახარ, არც სცენაზე დგახარ, სხვაგან ახარ და მიცურავ და ამაზე დიდი სიამოვნება კიდევ არაფერი. ამისთვის ღირს, ეს ყოველ წუთში ეს არ ხდება, ყოველ წუთში ამას ვერ აღწევ. თეატრი მუდმივად იარსებებს, რატო იცი? ადამიანს სჭირდება. აცოცხლებს თვითონ მსახიობის ფორმაში ყოფნა. შენ უნდა იყო ფორმაში და შენ უნდა იყო მზად იმ მოცემულ პიესაში, იმ მოცემულ სიუჟეტში, აი იმ მოცემულობაში იმდენად უნდა იყო. არ არის აი ჩემ დროს ესე იყო, მორჩა მაგ დროებს უნდა გავანებოთ თავი, ხო? დღეს რანაირად ხარ ფორმაში და როგორ ფორმაში ხარ? დღეს რა ხარ, ვინ ხარ? და აუცილებლად აყვება მაყურებელი. აუცილებლად მოგდევს მაყურებელი, იმიტომ რომ იმას ეს უნდა. ის მზად არის ამისთვის.